გადაბრალების პოლიტიკა ეხლა არის ყველაზე არასწორი. ზღობე მართლა ის იყო მოხსნილი იყო და მიუშვეს ის ხალხი აი ამ კარწინკის შესაქმნელად. ნათელი გახდა ყველასაც რომ ეს რაღაცა შემთხვევითი არ იყო და იყო ხაფანგი. ეხლა რაც ხდება არის ნადირობა. ის თავს უფლებას აძლევს ასეთი ლექსიკით ილაპარაკოს თუ გახსენდებათ ვიღაცა კობახიძე და ვიღაცა პაპუაშვილი რაღაცეებს ყეფენ. მოსახლეობის უმრავლესობამ გაიაზრა რომ ესენი არიან რუსები. უკვე რეჟიმის საკმარისად მყარი არის და იმიტომ აძლევს ამის უფლებას თავს რომ მაგაში არ დაგეთანხმები ზუსტად. შემდეგ შეიძლება შენი ოჯახის წევრები დაიჭირონ და დედმამა დაგიჭირო როგორც ბაჩიაშვილს დაუჭირეს. იმდენად დასუსტა რუსეთი რომ პუტინმა ალიევს ბოდიში მოუხადა თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. უსეთ რომ ჩამოიშალოს, ხო ესენი ყველაფერს გააკეთებენ. მუხლის ჩოქებზე ივლიან. შუბლზე deep state-ს გაიკრავენ, ისე ივლიან. უახლოეს თვეებში სიტუაცია ალბათ შეიცვლება და უფრო მეტი ინტერესი გიქნება ამერიკის მხრიდან. გავძლოთ ისეთ მომენტამდე, როცა ჩვენი მხრიდან გენერალური ბრძოლა იქნება ყველაზე ხელსაწყრელი.